მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ყოველთვის თბილისის ქუჩებიდან. ვინც არ მიცნობთ, გეტყვით რომ მე ვარ რედერი, დელივერი და ჩემი მთავარი მიზანია განახოთ თბილისი ისე როგორც მე ვხედავ. მართალია დიდი ხანია არ გადამიღია ვიდეო და არა მიტვირთია, რადგან ეს ყველაფერი დროს მოითხოვს და არ მინდოდა რომ რაღაცა მოკლე ვიდეოები ჩემოფარგლულიყავი. დღევანდელი დღის მიზანი კი არის 40 შეკვეთა, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს, უნდა დავტოვო და ვნახოთ ამ შეკვეთების დატოვებას რა დრო დასჭირდება და რა თანხას გამოვიმუშავებ ამ 40 შეკვეთის დატოვების შემდეგ. ეხლა არის 12 საათი და ჩავრთავ პროგრამას, ნახოთ როგორი შეკვეთები შემოვა. სანამ შეკვეთები შემოსვლას დაიწყებს, მადლობა ჩემო გამომწერებო, ჩემი გვერდში დგომისთვის. მიხარია რომ დღითი დღე უფრო და უფრო იზრდება ინტერესი ჩემი არხის და აინტერესებს ხალხს თუ როგორია კურიერად მუშაობა ან რა გზებს გავდივართ კურიერები. ასევე მინდა მადლობა გითხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს გვერდში ხართ და დღითი დღე ხდება ქალაქში მოძრაობის დროს ბევრი კოლეგა კურიერი, რომელიც მცნობს უკვე და რა თქმა უნდა დადებითად არიან განწყობილები. მახარებს ეს ფაქტები ყოველთვის და ვცდილობ რომ მეტი რეალობა იყოს ჩვენს გარშემო რაც ხდება და უფრო ხარისხიანად გადმოგცეთ ეს ყველაფერი. წარმატებებს გისურვებთ ყველა კოლეგას, ვინც მუშაობს ესე ყოველთვის, რა თქმა უნდა რთულია, არ არის მარტივი და ყველას ჯანმრთელობა და გამძლეობა რა თქმა უნდა რაც თავარია. მე კი შევუდგები ახლა მუშაობას და ვნახოთ 40 შეკვეთის დატოვებას, რამდენ ხანში შევძლებ და რა თანხას გამოვიმუშავოთ. წავედით. ყველი შეკვეთად შემოვიდა და ავიღოთ, მაინც შორი გზები მირჩევნია მოკლეს და მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ ამ შეკვეთას ავიღებ ახლა. წესით აქ უნდა იყოს, ხონამწვადი აწერია და ისე დოლიძის შაურმა გარედან. გამარჯობა. 875-ს დიდი და დასჭირდება. რამდენი? კარგით. 5 წუთი დასჭირდება. ამასობაში კი გავიდა 5 წუთი, მაგრამ იმედია კიდე დიდი დრო არ უნდა. მარგეს შეკვეთაც დამიმატა გზადვე და ბარემ ავიღებ. აქ როგორც ყოველთვის 5 წუთზე მეტი დასჭირდა რა. მარგეში წესით მზად არის შეკვეთა. გამარჯობა. მადლობა. ეს არის 112 საჯარო სკოლა, სადაც მე ვსწავლობდი. კაი დრო იყო. სიმართლე რო თქვა ცოტა მომენატრა. ეხლა არის პირველი 20 წუთი. ნახოთ აბა რა დროში დავტოვებ ამ შეკვეთას და რა იქნება შემდეგი შეკვეთები. Normal Voilà. Ensuite, on va aller à cette on est là-dedans. Regarde. როგორც ჩანს ახლა ვარ ქართლის დედასთან და აქვე მინდა აღვნიშნო რომ მეც მაცვია ჰუდი, რომელზეც ქართლის დედა და თბილისის შინაარსი არის გამოსახული. ნუ ეს ჰუდი მაჩუკა ერთ-ერთმა ონლაინ მაღაზიამ, რომელიც ამონათდება აგერ. საკმაოდ ხარისხიანი მაისურები აქვთ, ასევე ჰუდები და გეტყვით რომ ძალიან კმაყოფილი დარჩებით მათი ხარისხი. დეტალებზე კი შეგიძლიათ მიწეროთ მათ და ძალიან მალევე გიპასუხებენ. ვიღაცა ჩინელი ფალი ეჭქუბებოდა ვიღაცას, მაგრამ
რა მოხდა ვერ მივე. გამარჯობა. გებრიელად ვიყ. ანუ ამ საათში დავტოვე 2 შეკვეთა. ძალიან ტეხავს რა. გამარჯობა. აი ბაზის ბანკთან ვარ შეკვეთა მოვიტანე. დიახ, ჩამოვალე. რომელი მხრიდან? მარჯვნიდან ქუჩი. მე ტეხის ქუჩიდან ჩამოვალ. კი ბატონო. გამარჯობა. არაფრის გემრიელად ვიყ. კარგად. მეგობრებო, რადგან ჩემი კამერა დიდხანს ვეძლებს, მიწევს ხოლმე გათიშვა, დატენვა და შემდეგ ისევ გაგრძელება ვიდეოსი. ამიტომ ეხლა მომიწევს რომ ცოტა ხანი გავთიშო, დავტენი ბოლომდე და შემდეგ გავაგრძელებ ვიდეოს გადაღებას. 2 საათნახევარია რაც გამოსული ვარ და აი გათიშვის შემდეგ 3 შეკვეთა დავტოვე, ეხლა ავიღე მე-4. ამ პერიოდში 2 აღებული შეკვეთის გაუქმება მომიწია. იმიტომ რომ 20-25 წუთი იყო ლოდინის დროები და ცოტა ცუდად დაიწყო სამუშაოს პირველი საათები. წინა ვიდეოებზე იყო კომენტარები, რომ აი ლისის მხარეს როგორი შეკვეთებია და როგორ შეკვეთებს იძლევა. ნუ ეხლა მიმოქვს ლისის მხარეს. და ნუ ამ შეკვეთის დატოვების შემდეგ ვნახოთ როგორი შეკვეთები შემოვა. ვეცდები არ გადავაბა, მაგრამ თუ არ შემოვიდა იქაც კარგი შეკვეთა, მაშინ ჩავიხსნი და ჩამოვალ ისევ საბურთალოსკენ. ეს აღმართი ყველას გეცოდინებათ. ხშირ შემთხვევაში აქედან ავდივარ ხოლმე, რადგან ნაკლებად საცობი და მოკლე დროში ადიხარ ლისის გზაზე, ვიდრე იმ გრძელი დახვეული გზით. დღეს ცოტა რთულ ჩელენჯს ჩავეჭიდე, ხა 40 შეკვეთა ესეთ სიტუაციაში, როცა შეკვეთებიან გალოდინებს ან არ შემოდის კაი ხანი, ცოტა არ იყოს რთულია. მაგრამ ვეცდები, რადაც არ უნდა დამიჯდეს, შევასრულო გამოწვევა. ზოგადად ბევრი კურიერი მიყურებს და მიხარია რომ მოსწონთ ვიდეოები. და აი მაინტერესებს საშუალოდ თქვენ დღის განმავლობაში რამდენი საათი მუშაობთ და რამდენ შეკვეთას ტოვებთ. როგორც დამწყებები, ასევე გამოცდილების მქონე კურიერები. მიხაროდა მოპედიციარული, რომ საცობებს თავს ვარიდებდი უმეტეს შემთხვევაში და ეხლა კიდე მოპედითაც ჭირს გადაადგილება. გამარჯობა, შეკვეთა მოვიტანე. კი ბატონო, მოვალესწავლე. კი ბატონო. სამწუხარო ფაქტია, რომ ბონუსებსაც არ თავენ და არც ჩელენჯებს. გამარჯობა. გემრიელად ვირთვით, არაფრის კარგად. ვნახოთ რა შემოვა ლისზე. ამასობაში თითქმის 2000 გამომწერი დამიგროვდა. მადლობა მეგობრებო გამოწერისთვის. თქვენ კი ვინც უყურებთ და არ ყავართ გამოწერილი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. საქმე არ არის ერთი თითის დაჭერა არის. ამიტომ არ დაიზაროთ. ორმა ქალმა დამეცვა აუამანა. მადლობა. შეკვეთა შემოვიდა 3 და 73. კაი, ავიღოთ რადგან მზად არის. მანქანები ისე აყენია. მე ჩუოში მიწევს მიგდება. 2 წამი იმედია ხელს არ შეუშლია რა ის. 508. ვა. ამას ვერ წავიღე, ბევრია. კარგად. ამასობაში მოვედით და გვინდა მერვე კორპუსი. არ დაიყეფო. აუ გუშინ მუშაობის დროს ძაღლმა მიკბინა. მიკბინა რა წაადო შარვალს კბილები, მაგრამ მე ფიზიკურად არაფერი. არც ველოდი იქე ჩემი შვა ჩვეულებრივად ჯიგრულად და აქეთ გამოსულზე რა ვიცი რა მოელანდა.
გამარჯობა. მივეთ, არაფრის კარგად. ნახოთ. რა შეკვეთა შემოვა შემდეგი. ესე ხა შეიძლება ვინმეს გაეყაროს ბორბალში. ვატარო მაინც დასაცავად. მაგრამ არ მინდა რკინა ჯერენა და მერე ყველაფერი. აი ესე არ შემოდის შეკვეთა ამდენი ხანია. სასაცილოა რა. ავიღებ რადგან აქვე მომაქვს. ეხა სადაც ვარ. ამაკიც აქვეა. რავი, ძალიან არ მინდა ხოლმე ესეთი შეკვეთები ავიღო, მაგრამ დღის ინტერვალში უმეტესობა მსგავსი შეკვეთა შემოდის. მით უმეტეს დაბალი ტარიფებია ზოგადად და შეკვეთებიც ხშირად არ შემოდის. იმედია დამიმატებს კიდე რამეს. მადლობა. არა, თო არ დაამატა. ოლა წინებზე რო ამბობდი ვენდისი და სხვა ობიექტები ფუთავენ მეთქი როგორც ჩანს საპირისპირო შეიცვალა და ეგ ობიექტებიც აღარ ფუთავენ cap a la dreta per Xavi, assistència de Xavi, més cap a la dreta per Messi, Messi, immens Messi, encara Messi, იპოვა 6. ნახოთ როგორ შეასრულებს კურიერი დარტყმას. encara Messi, gol. დავიღალე. რა პატარა იყო ჩემი ლეკვი, მაიმუნი. ეხლა კიდე გაიზარდა და გაქაჯდა. 1-2 კი მოგვიწია ერთად სიარული მოპედით. კაი გამოცდილი მძღოლივით იჯდა. გამარჯობა. 215. მადლობა. კიდე აი ამ ლობიანზე და ყუთებზე გამახსენდა, რომ კურიერებმა კი ვიცით, მაგრამ მომხმარებლებმა არ იციან, რომ ზოგიერთი ობიექტი არის ისეთი, რისი წამოგებაც არც ისე მარტივია. ეხა მე ჩვეულებრივი სიარულით რომ მოძრაობ და ამ დროს შიგნით სომეული დევს ყუთში, სადაც თვითონ არ არის მყარი შიგნით. მე რა თქმა უნდა ვერ შევეხები იმას, ჩავდებ ნორმალურად გადმოვიტან. ნორმალურად გაითვალისწინეთ ის ფაქტიც თუ თქვენამდე რა გზამოდის ან რა გზები, როგორი გზები არის, რა შეიძლება იყოს აღმართები, დაღმართი, ქვაფენილი, მოსახვევები და ამ დროს ეხა შიგნით ჩანთაში როცა ვერ დააბამ ვერც პიცას, ვერც ლობიანს და ხაჭაპურს, შეიძლება შიგნით ერთმანეთში რაღაცა იმოძრაოს ყუთში, რადგან სივრცე აქვს. თვითონ ყუთებს და ზომაზე დიდი ყუთები არის ხშირ შემთხვევაში. ამიტომ მისდით მე დაზიანებული და ისე უბრალი არის კურიერების. რეალურად ჩვენ არაფერ შუაში ვართ გარდა იმისა, რომ გზაზე მოძრაობ ჩვეულებრივად როგორც საჭიროა მოხოვებით. მე-4 სადარბაზო. აი, ეხა ასეთ მომენტში შეიძლება დაზიანდეს თვითონ ცომეული და ყუთშივე დაიწყოს მოძრაობა. მე მგონი არ გვიგებ. ალბათ არა. რა ვიცი. აი შიგნიდან ჩამოვიდნენ მე. ევრეოდერთ. ნუ ამასობაში 10 შეკვეთა დავტოვე და დამრჩა 30. 3 საათ ნახევარი დამჭირდა ამ 10 შეკვეთის დატოვება და კიდე 3-ჯერ 3 საათ ნახევარი. მადლობა, კარგად.
გამარჯობა. დიახ. ვეიპი ხო? ხო. კარგად. რა კაია. მოგო. კარგად. როგორ? დაისი ბრანჩენ ბეიგერი 39-ია. 39. აი შიგნი რო არის რაღაც. აი. ვა, მადლობა. არა. გამარჯობა. მედოკი. გამარჯობა. არა, ფრის კარგად. კლასიკა. გამარჯობა. გამარჯობა. ეხა გიდე წავდით. ხო. ჯიბეს ჩავიდებ ამას, რომ იქ ჩანთაში. ხო, არ იგინოს. კარგით. არაფრის კარგად. გამარჯობა. არაფრის კარგად. მოკლედ მეგობრებო, დაახლოებით 5 საათნახევარია რაც მუშაობ და ამ დროის განმავლობაში 21 შეკვეთა მაქვს დატოვებული. ნუ ეხლა ვიღებ 22-ს, რომელიც უკვე მზად არის. ტარიფები დიდად არ არის გასახარებელი, რადგან ძალიან უაზრო ტარიფებს იძლევა და მომიწია რამოდენიმე შეკვეთის გაუქმება, მაგრამ აქედან კიდე აღებულის გაუქმება, რომელზეც მიწევდა დიდი ხანი ლოდინი. ნუ საბოლოო ჯამში დამრჩა 19 შეკვეთა დასატოვებელი, რომ დღევანდელი ჩელენჯი შევასრულო. ცოტა დავიღალე ამ დროის განმავლობაში და იმედია დღის ბოლომდე უკვე შესრულებული მექნება მიზანი. მე კი შეგახსენებთ, თუ მიყურებთ და არ გყავართ გამოწერილი, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. გამარჯობა. პიცა სპოტი ეს არის, ხო? 686. ოიმე. მადლობა. უშკარადესა, მადლობა. ორი საერთოდ სხვაგან ვარ ეხა. დავიმთ ხო ყველაფერი 21-ია, კიბით ასასვლელი, ოღონდ სალონის გვერდით. ასლანდი. ნუ ქუჩა ეს არის. სალონის ქვევით სხვაგან არის, ხო? ასე კიბებით რო პირდაპირ დაინახავ. არ მააწერია და გვერდით არის აი მაღაზიასა და სალონს შორის. დიახ, მადლობა, გაიხარეთ. ჰელო, გამარჯობა, პიცა ხატი? დიახ. სხვაგან შევედი და ეხა მოვრუდი. გებრიელად ვერთით. ჩემი ლამაზი მოპედი. ესით 1 წუთი დარჩა ლოდინამდე, მაგრამ ნახოთ თუ იქნება მზად. გამარჯობა. 9:73. დიდი ხანია შემოსული. ცოტა ზედაგუბიანდება. რამდე? 5 წუთიც არა. ბო. Fireworks დამიმატა და მიმოქვს. აი რავი. შემდეგ რო არის ფიქროს ვინმე რომ კურიერები ხევენ ან რაღაცა ქაჯურად მოაქვთო. ესეთი ჩამაბარის. ჩემი.
მესამეც დამიმატა და ბარემ ავიღებ ამასაც 8 წუთი 6 წუთი მიბრძანეთ გამარჯობა 388-ს დიდი დრო უნდა იფუთება და შეფუთვას თუ ამდენი ხანი სჭირდებოდა არ მეგონა გამარჯობა 88 დაგვიდასტურე. ეს წამით ეგ არ არის. გადავთ ხა არა უშოს ქაბაბი ლობიო ქოთანში და მეგრუ მადლობა. არაფრის ეხა ეგ რო არ ყოფილიყო მომიწევდა კიდე ლოდინი ალბათ ჩახსნა რომ დომოდა მაგარი დაუიღალე გამარჯობა თქვენ გესაუბრეთ ხო? გემრიელად ვერთვით არაფრის არაფრის კარგად ასევე გამარჯობა Enjoy. 14 შეკვეთა დამრჩა. არ არის ცოტა დრო. თან მაგარი დაუიღალე. ეხა ცოტა ხანი უნდა დაულიო ყავა და შევისვენო, თორე მართლა აღარ მაქვს ენერგია, თან ბენზინი უნდა ჩავასხა. დაახლოებით 7 საათიდან გავაგრძელებ მუშაობას. ეხა არის 26 წუთი 7-ის. მოკლედ მეგობრებო, შესვენების შემდეგ ჩავერთე პროგრამა, ამასობაში კამერას ვტენიდი, მაგრამ ელემენტთან ერთად ეხლა მეხსიერების ბარათი ივსება და ამიტომ მიწევს მოკლე ჩართვებით დღის დასრულებამ. ამასობაში დავტოვე 6 შეკვეთა. ეხლა დამშა 8 შეკვეთა დასატოვებელი. ნუ ეხლა არის 9:30 და ვეცდები ეს 8 შეკვეთაც როგორღაც მივაფინიშო. თორე ძალა მართლა აღარ მაქვს. რავი არიფ შეხედეთ, მანძილ შეხედეთ და შეაფასეთ ნორმალურია თუ არა, მაგრამ ავიღებ რა გავაკეთო. ეხლა უნდა წავიდე სადღაც ბოლოში რა. ესეც იმიტომ ავიღე, რომ ცოტა მალე მინდა მოვრჩე, მაგრამ ისეთ ლოკაციაზე გამიშვა ეხლა, ისევ რომ იქედან გამოგცევა მომიწევს ალბათ. 877. ესენი იდო ერთად და მხოლოდ ესაა ხო? ესეც? მადლობა, კარგად. კუტუ სუპერნორა, კუტუ. არის ის ამ ხალხმა სად დგანან მარტო შემხვევი არის და ტიპი ნაწყენი იყო. მოდი აბა ინდოელის აქცენტით დაურეკავ. რა რეაქცია ექნება? Come we can meet outside. Thank you. Hello. I'm delivery. I'm near your building. Okay. Just give me a moment. Okay, I'll come out outside. It's the Liberace magazine, yeah? Yeah. It's by Liberace to the right side. Okay. There at the moment. Okay, I'm waiting. თვითონ დოელებსაც გაუკვირდებათ მე მგონი. ხელები რო თეთრი მაქვს დავიწვევები მე მგონი. Hello. Thank you so Enjoy. Thank you. Bye. लड़ता मैं डरता मैं करता मैं मरता ना सबसे ही बेहतर सबसे मैं हटकर खड़ा मैं लड़ता मैं वै सारी ბოლოში კარგი წავედით. გამარჯობა. ესენი და გემრიელად ვერთით, კარგად. მე კი მოვასწარი. გამოსვლა და ჩამოვედი თითქმის დიღმის მასივამდე. მაგრამ შეკვეთა საერთოდ არ შემოსულა, რაც ძალიან ცუდია. წერეთლამდეც მოვედი და შეკვეთა საერთოდ არ შემოსულა. აი ავიღოთ რადგან რედია და იქეთ უნდა წავიდე. ისე FZ-ზე რას ფიქრობთ? რაღაც ძალიან მესიმპათიურება და ვფიქრობ სამომავლოდ შევისყიდო.
მაგრამ რამდენად გამომდგარია ისე სამუშაოდ ეგ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ახლა მექანიკაა და თავის მინუსები ექნება მოპედს მუშაობაში. არაფერი ჯობია, არც ეკონომიური მანქანა და არც რაიმე მექანიკური, მაგრამ მაინც მონიშნული აქვს რედიზე და ტოსტერში არიდო. მე მაგრად მომწონს ეს მოპედი როგორც გამძლეობით და კომფორტით, ისე ვიზუალით. განსაკუთრებით ეს ტოპი. ესეც ავიღე და ბოლო პერიოდი იწელება ყოველთვის, როცა იცი რომ ფინიში გადიხარ და მალე გინდა სახში წახვიდე. გამარჯოს, ევრიად მერტ. არაფერს. ავიღოთ ესეც, იქნებ დაამატოს. ამის მერე კიდე 3 უკვე ცუდად ვარჩი. უკაცრავად აქეთ გამოვა ვინმე. ავი, 7 ჯერ დავრეკე უკვე ზარი. კიდე დამიმატა. მადლობა. აქაც ძალიან გაფუჭებულია გზა და ცოტა ნელავიული რომ არ დაიქცეს მაინც სკოლა. 40 შეკვეთა არ არის ეხა ცოტა რა და არ მოითხოვს ცოტა ენერგიას. აუ ეს ისა კალიდორი უნდა გაიარო, უკან შეხვიდე, გადაახტე სამთავიან დევს და ბოლოს მიხვალ სადარბაზოსთან და მერე გიწევს კიდე ზემოთ ასვლა. გამარჯობა, რიგი იყო ქვემოთ და გემრიელად მერტით. გამარჯოს, გემრიელად მერტი. არაფრის. ტიპი რა ნაგლია. არა, სახლისკენ ვარ ეხა მანდეთ რა წამიყვანში. დენი ხანია მაკი შეკვეთები დავტოვე რა და მაგის მერე ერთი შეკვეთაც არ შემოსულა. ნუ რავი, ალბათ რადგან მთელი დღეა გარეთ ხარ, პროგრამა ან კომპანია არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი გამოიმუშაო. ესეთი შთაბეჭდილება მრჩება ყოველთვის, როცა ან დიდხანს გვალოდინებენ ობიექტები, ან კიდევ რაღაცა კარგად მიეწყობა რაღაცა რამოდენიმე საათი და შემდეგ ისე უგსხუდავენ, გალოდინებენ, გიჩერებენ შეკვეთებს, ან არ შემოდის, ან ობიექტი გალოდინებს. ნუ ყოველი შემთხვევისთვის 38 შეკვეთა მაქვს დატოვებული და ცოტაც დაველოდები და ვეცდები, რომ ის ორის მალევე დავამთავრო და შევასრულო ამით დღის გეგმა, თორე ძალიან დავიღალე მართლა გამოვიფიტე უკვე 10 საათის განმავლობაში გარეთ ვარ. გემრიელად მერტ. არაფრის ერთი შეკვეთაც. ისე აი ეს არის ყველაზე მაგარი ხედი მე მგონი თელს თბილისში. აი აქ რო სახლი გაქვს, აი ის ფანჯრები მაგალითად ძალიან მაგარს უყურებენ. ორა 77-ზე ვარ მოს. ჯერო 76-ს მომზადებ. რა დრო დასჭირდება და? ჰა? რა დრო დასჭირდება და ხო 5 წუთი. 5 წუთიც არა შეიძლება. ხო, გალის ვიქნები მაშინ და. მე ხო ვერ მოგეხმარებით რა ვიშ. არა, ასაწონებია 4 ვოლტი მოვიდა ერთდროულად და 77-ია ბოლო და შენ მოხვედი პირველი. არა უშავს. ყველაზე ბოლო შენი გამოსახა ეს მოუწია. არ არის პრობლემა. დღეს ისეთი ის არის ხოლმე, საერთოდ ჯერ არავინ არ მოდის, მერე თუ მოვიდა ყველა ერთდროულად. ჩვენთანაც ეგრეა რა ეს შეკვეთები. ხა კაკრას სახში დავაწვევი. ამ ბოლო შეკვეთით რა. მშვიდობიანი. მადლობა ასევე. კარგად. გამარჯობა. არაფერს. მადლობა. გაიხარეთ, მადლობა ძალიან დიდი. გაიხარეთ. კარგად ასევე. ის ბოლოს პოზიტივით დასრულდა.
მოკლედ ჩემო მაყურებელო, ესეთი იყო დღევანდელი დღე. შრომატევადი და ხანგრძლივი. საბოლოო ჯამში მივაღწიე და დავტოვე 40 შეკვეთა და ამ შეკვეთების დასატოვებლად დამჭირდა 10 საათი და 44 წუთი. ეხლა 11 საკლია 15 წუთი. მთელი ამ დროის განმავლობაში გამოვიმუშავე 203 ლარი. საიდანაც 9 ლარი არის ტიპი დატოვებული, რომელიც პროგრამაში ტოვებენ და ესე ქეშის ტიპი მხოლოდ ბოლო შეკვეთაზე დამიტოვა ადამიანმა სულით და გულით, რაც პოზიტივი გამომყვა დღის ბოლოს. რა თქმა უნდა, რთულია ამდენი მუშაობა მთელი დღის განმავლობაში გაუჩერებლად. შეიძლება ითქვას, რომ შესვენების დროსაც არ გამითიშია პროგრამა. უბრალოდ შეკვეთა რომ შემომივიდა, მომიწია 15 წუთი ლოდინი და ამ 15 წუთის განმავლობაში ცოტა მეც განვიტვირთეთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემს მაყურებლებს, რომლებიც არხის პირველი ვიდეოდან დღემდე ჩემს გვერდით ხართ და პოზიტიური კომენტარებით მავსებთ. ასევე მიხარია რომ უკვე ქუჩაში კოლეგები დადებითად აღნიშნავთ ამ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს. მინდა რომ ყველას წარმატებები გისურვოთ ნებისმიერ სფეროში. ასევე ყველას ვინც უყურებს ჩემს ვიდეოებს. თქვენ კი თუ უყურებთ ჩემს ვიდეოს პირველად და არ ყავართ გამოწერილი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ნუ სულ რაღაცა ერთი წამის საქმე არის და ჩემთვის კიდევ სტიმულია. ვცდილობ რომ რეალურად გადმოვცე ეს ყველაფერი, რაც არის დღის განმავლობაში, რაც ხდება ქუჩებში, თუნდაც შეკვეთის აღების დროს ან დატოვების დროს. არ იფიქროთ რომ რაიმე კომპანიის გამოვაკეთებ ამას ან რაიმე რეკლამისთვის, უბრალოდ ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ხალხს ენახა თუ რამხელა შრომა სჭირდება, თუნდაც კურიერობას, ვისაც ეგონა რომ მარტივი იყო ეს ყველაფერი. მთელი დღე რა თქმა უნდა დავუთმე ამ შრომას, რაც ძალიან რთულია და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ვინც ამდენ შრომობს ყოველდღიურად მართლა გამძლეობას და ჯანმრთელობას უსურვებ, მე უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძლებ, ასე მგონია, მაგრამ დღეს თუ შევძელი მე, ეგ იმას ნიშნავს, რომ ხვალად შევძლებ და ზეგაც უბრალოდ მონდომება არის ეს ყველაფერი და მთავარი მიზანიც არის ის, რომ დამწყები კურიერები, რომლებიც მიყურებენ და აინტერესებთ თუ როგორია რეალურად კურიერობა, ან ვისაც აქვს სურვილი რომ კურიერად იმუშაოს, მათთვის მეტი სტიმული არის რომ ნახონ რა ხდება ქალაქში. ასევე სტიმულია იმ ხალხისთვის, ვინც მუშაობს, მაგრამ არ ტოვებს ამდენ შეკვეთას. ჯეროდეთ საკუთარი თავის, თქვენი მიზნების და რასაც დაისახავთ მიზნად, ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი. ნუ რა თქმა უნდა, ყველაფერს შრომა ჭირდება და ესე მარტივად არ მოდის. ეხლა ძალიან დავიღალე, მართლა ძალიან გამოფიტული ვარ და აცლილი ენერგიისგან წავალ დავისვენებ. მე კიდე ამ ვიდეოთი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.